ახლა ჩვენ ვიმყოფებით ინდოეთის ოკეანეში, რათა ვიპოვოთ დედამიწაზე არსებული ყველაზე დიდი ცოცხალი არსება. შრი-ლანკა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ველური ბუნების აღმოსაჩენად. ქვეყნის მესამედი აქ დაცულ ტერიტორიებს უკავია და ოკეანიდან ტროპიკულ ტყეებამდე ყოველი კუთხე სავსეა სიცოცხლით და სწორედ ამიტომ ავირჩია ის. საქართველოში უკვე ვიპოვე 100 განსხვავებული ცოცხალი არსება, მაგრამ ახლა მიზანი გაორმაგებულია. ამისთვის შევარჩიეთ 8 უნიკალური ლოკაცია, სადაც იმალებიან არსებები, რომლებიც ცხოვრებაში პირველად უნდა ვნახო. ჯუნგლებში ვარ, იმიტომ რომ ვეძებ მფრინავ მელიებს. არსებები, რომლებსაც შრი-ლანკის გარდა ვერსად შევხვდებით. ივერას შოქში ვარ. და არსებები, რომელთან მიახლოებაც სასტიკად აკრძალულია. თამაში, როცა ბევრი რამ ზღაპრულად გვეჩვენება, არსებობს რაღაცები, რისიც ჩვენებაც არ ამგონია შრი-ლანკას უნდოდეს. ამ მოულოდნელობებით სავსე გზაზე კი, რა თქმა უნდა, საქართველოს ბანკთან ერთად გაჩერებას არ ვაპირებ. ჩვენ საგვადასავალოს კონძულის ცენტრში მდებარე სასტუმროდან დავისხეთ და გავუყვებით ახლო მდებარე ეროვნულ პარკამდე, სადაც შევეცდებით ველური სპილოები ვიპოვოთ. აი ესეთი წალკოტი გვაქვს ჩვენი სასტუმროს გარშემო, უამრავი სცენარით და უამრავი ცოცხალი არსებით, თუმცა მანამდე სანამ გარეთ გავალთ, ჩვენი სასტუმროდან დავიწყოთ აღმოჩენა. გაიცანით, ჩვენი პირველი არსება გეკონი. ეს პატარა არსებები ყველგან შეგხვდებათ კონძულზე. თითქოს თქვენი პატარა მეზობლები არიან. ისინი მუდმივად მომღიმარი და სრულიად უნებლები არიან. კოღოებს და სხვა მწერებსაც მიირთმევენ. თუმცა ამ კრაზანას აშკარად ვერაფერი მოუხერხა. ოთახში კიდევ ბევრი მწერი იყო, თუმცა თავი რომ არ მოგაწყინოთ, მოდით ჩვენი დღევანდელი მთავარი გმირის სპილოს მოსაძებნად წავიდეთ. წავედით. ამაში დაგვჭირდება ადგილობრივი გიდის დახმარება, რომელიც ჩვენი სასტუმროდან 2 კილომეტრში გველოდება. ამიტომ საინტერესოა რა შეგვხვდება მისკენ მიმავალ გზაზე, შრი-ლანკის ამ ტროპიკულ სოფელში. ჭოა, ჭიანჭორაც ვერ ვნახე ჯერჯერობით. შრი-ლანკაში ახლა ტემპერატურა 37 გრადუსია. მზეში კი ის 50 გრადუსამდეც აღწევს. დაანცხადა და ყველაფერი იმალება. სიცხეს გაურბიან ასევე ძაღლებიც. თუმცა შრი-ლანკაში საქართველოს მსგავსად ძაღლები ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან. აი ძალიან სეონებს ის ფაქტი და მაოცებს, რომ დედამიწის ზურგზე სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან სხვა სახის ადამიანები გვხვდებიან, სხვა ხასიათის, სხვადასხვა მენტალიტეტის. აი ძაღლები ყველგან ერთნაირები არიან. სწორედ ძაღლი იყო პირველი სახეობა იმ ვიდეოში, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით 100 განსხვავებული არსება ვიპოვე. ეს ვიდეო ყველაზე პოპულარული ვიდეოა ჩემს არხზე, რომლის ნახვებიც მილიონს გადასცა. ამ ვიდეოს კომენტარებში კი ვიკითხეთ, თუ რომელი სახეობა მომეძებნა შემდეგ ვიდეოში. კომენტარებში იყო ვეშაპი, ყველაზე დიდი ცოცხალი არსება დედამიწაზე. გარდა ვეშაპისა, შრი-ლანკაში შევეცდები ვიპოვო გამომწერებისგან დაბარებული კიდევ 13 სახეობა, მათ შორის ლეოპარდი, ფარშევანგი, სპილო, მზღვის კუ და ფრინავი მელიაც კი. დავდიოდი საკმაოდ მოწესრიგებული სოფლის ქუჩებში და გზად არაფერი მხვდებოდა. რაღაცა განსაკუთრებული მინდა რა, აქ რომ მოდიოდი ესე წარმოდგენა მქონდა, რომ აი ესა რაღაცა დიდი ის გამოვიდა. ხაიცე, ამიტომ გადავწყვიტე რომ გზიდან ტყეში გადავსულიყავი. კაცი, აი მინდა რომ ესე გადავიდე. ამ ტაქტიკამ კი ეგრევე გაამართლა. პორტუგალი გაიქცა, ბიჭო. მართლა? ეს გვეთხვება? თუ ვერ დავამტკიცებთ რანაირად. ამ თაგვადასავალს აქვს ერთი მთავარი წესი. სახეობა ნაპოვნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ კი მის გადაღებას მოახერხებ. ეს რა არის? ეს შრი-ლანკური ჯუნგლების კათამია კოტა, რომელიც ეროვნულ ფრინველადაც მოიხსენიება. ქათმის ამ სახეობას მხოლოდ შრი-ლანკაში შევხვდებით. ესე იგი ის ჩვენი პირველი ენდემური სახეობაა. აი ამ მობობას კი შეიძლება სამე სხვაგანაც შევხვდე, თუმცა მე მას პირველად ვხედავ. მას ზემოდან ჯავშანი აქვს, რომელსაც ფრინველებისგან და დიდი მწერებისგან თავდასაცავად იყენებს. და ესე ავედით უკვე 10 სახეობამდე. ნელა უფრო და უფრო ღრმა ტყეში შევდიოდი იმის იმედად, რომ არის? მაიმუნი? ხო რა გადავდა მაიმუნი? მაიმუნები შრი-ლანკაში გარანტირებულად შეგხვდებიან. ეს კი მაკაკასის ქვესახეობაა, რომელიც ენდემურია შრი-ლანკისთვის. ის ასევე პირველია გამომწერების მიერ დაბარებული სახეობებიდან. მაკაკები აქ ისევე ცხოვრობენ ქუჩებში, მაგალითად როგორც ჩვენთან კატები. ხშირ შემთხვევაში კი ადგილობრივებთან ერთად ტურისტებსაც აწუხებენ. მაიმუნმა ერთ-ერთ ტურისტს სათვალე მოპარა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საჭმლის სანაცვლოდ დააგდო ძირს. ამიტომ როცა აზიაში მოგზაურებთ, თქვენ შეიძლება ჩემსავით გაგიხადეთ მათი დანახვა, თუმცა საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოთ მათთან. ან ყოველი შემთხვევისთვის ჯიბით ატარეთ ბანანი, რომ საჭიროების ამებ მოისყიდოთ ეს მაიმუნივი შულები. არის მეგონა რომ ერთი მაიმუნი ვნახე და ეხა შემოვედით აქ. ხვაჯიშის დაახლოებით 7 მაიმუნი მარტო აქცეს. უკანაც ამდენი არიან. ესენი არიან მაიმუნი ლანგურები, რომლებიც მაკაკებისგან განსხვავებით ვეგეტარიანელები არიან და ადგილობრივებსაც ნაკლებად აწუხებენ. თუმცა როგორც ჩანს, ტურისტები მათაც არ უყვართ. აუ ტიბა მოგვაფსა აფსავს ბიჭო. შეიძლება ეს არის გაფრთხილება ის რომ იმენა გააჯ
როგორც კი ტყიდან გამოვბრძანდი, ეს ხარები დავინახე, რომლებიც ისტორიულად დაკავშირებულია შრი-ლანკასთან. ადგილობრივი მოსახლეობა ოდითგანვე ამ ხარებს იყენებდა გადაადგილებისთვის და მიწის მოსახნავად. როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ურემი არის ერთმატორიანი, პატარა არის და ერთი ხარი არის ჩაბმული. აი ხა მინდა გადავუღო იმათო გაჩვენოთ როგორ აქვს ხე გადებული ამ ზურგზე, აი. მე მარჯვენა ხელზე დავაკვირდით. როგორც ხედავთ, ბატრაქის მარჯვნივ იყენებენ ტრაქშიტიც. ეხლა რო გითხრათ მე ძალიან დიდ სიამოვნებაზე ბედნიერებას ვიღებ არა, მაგრამ ვეცნობი შრანგულ გადაადგილების ტრადიციულ საშუალებებს დღეს უფრო ტურისტულ ატრაქციად არის გადაქცეული, თუმცა არიან გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც დღემდე ამათ ახნავინებენ თავის მიწას და ესე ცხოვრობენ ხარების დახმარებით. ჩვენ კი ხარების დახმარებით მოვიდით ადგილას, საიდანაც უნდა წავიდეთ ჰურულუს ეროვნულ პარკში. სადაც ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თიკო დვალს აუცილებლად თხოვნა და ვიპოვოთ სპილო. ხო და თიკო ეს თავგადასავალი შენ გეწურება. We have a great mission. We should find elephants. Yes. And not only elephants but a lot of different living creatures. No worry, I want to do my maximum for you. This is one of Ganesh's statue. I worship and tell to him protect us because we are going to go on a safari. Normally all drivers do that. იმენა მაგარი მონდომებულია ჩვენი მძღოლი. სულ გიძე იყურება ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ. ამან კი შედეგი გამოიღო და მალევე ვიპოვეთ ბენგალური მონიტორი. ვარო ვეღადავები. ჩვენმა გიდმა დანიშნულება სწორედ გაიგო. Thank you bro. Let's do it. ეროვნულ პარკამდე მისასვლელად სულ 9 საათი იყო საჭირო. თუმცა წინა დღით 170 კილომეტრი ქონდა გავლილი ტუკტუკით, რამაც საკმაოდ დაგვაღალა. 170 კილომეტრი გავლილი ტუკტუკით. ვაუ! აი ეს უკვე სხვა საქმეა. ძალიან გამიხარდა, მე ხასიათი შემიძლია. საწუხაროდ აქ დრონის აფრენა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ეგ საერთოდ არ გვადარდებს, რადგან გვაქვს 3 მეტრიანი სელფის ჯოხი. არში შესვლისანავე დავინახეთ კამეჩები, თუმცა ამის შემდეგ აღარაფერი შეგვხვედრია. სახეობების მოძებნას ართულებდა ის, რომ ეროვნულ პარკში მანქანიდან გადასვლა მხოლოდ გარკვეულ ადგილებზეა შესაძლებელი. ამიტომ გვიწევდა ტერიტორიის მანქანიდან დათვალიერება. აი ესეთი პატარ-პატარა გუბეების გამო არის, რომ ეს ტერიტორია არის სპილოებისთვის ძალიან ხელსაყრელი და სწორედ ამიტომ ბინადრობენ ისინი ამ ტერიტორიაზე. თუმცა სპილოების ნაცვლად ჯერჯერობით მხოლოდ ფრინველები გვხვდებოდნენ. Did you see that bird? ერთ-ერთ ტბასთან შევნიშნეთ წითელბიბილოიანი პრანცია. მოგეთ ეს ჩიტი კვერცხებს ტბასთან ახლოს. ხშირად მოდიან სპილოებიო და უტეხავენ ამ კვერცხებსო და მე ესენი ძალიან ხმამაღალ ყვირიანო და ამით ხვდებით ხოლმე რომ აქ სპილოებიანი არიან და მოვდივართ. მათ გვერდით კი ეს ჩვეულებრივი მაინა დასეირნობდა. ეს ადგილები შესანიშნავი აღმოჩნდა ფრინველებზე დასაკვირვებლად და ჩვენც კიდევ 7 ახალი სახეობა ვიპოვეთ. რა ამაზე ჩიტია ნახე. ორი მოწითალოა ხელზე მოთმარჯვნივ. აქედან კი ერთ-ერთი ყვითელნისკარტა ბაბლერი ენდემური სახეობების სიაში შეემატა. This is great place for bird watching. Yeah. You are the first customer to my bird watching. Safari mean not only elephant. Safari mean all animals. Am I correct? Sure. როგორც ჩანს, ეროვნულ პარკში მოსულ ტურისტებს ძირითადად მხოლოდ სპილოები აინტერესებთ. Let's go. Thanks man. Hello, nice to meet you. You see elephants? I saw few. Few? Okay, great. თუმცა მიუხედავად ბევრი სიარულისა, ჩვენ ჯერჯერობით არ გვიმართლებდა. 3 საათი ვაქ ესე ვიბოდიალოთ, უნდა ვიპოვოთ ახლა 1-2 ელეფანტი. ამასობაში კი გავეშურეთ იმ ადგილას, სადაც მანქანიდან გადასვლა ნებადართული იყო. ზად კი ეს ულამაზესი არსება შეხვდა. ესეც მეორე სახეობა, რომელიც კომენტარებში ითხოვეთ ფარშევანგი. როდესაც ფარშევანგი შლის კუც, ეს ნიშნავს, რომ ის ეპანჭება დედალ ფარშევანგებს. ეს ლამაზკუ და გრაციოზული ფარშევანგი მამალია. ის კი დედალი. ცხოველთა სამყაროში მამრები ძირითადად უფრო ლამაზები და ფერადები არიან. დედლები ირჩევენ ყველაზე შთამბეჭდავ და თვალშისაცე მამრებს, რადგან მკვეთრი ფერები მიანიშნებს ძლიერ ჯანმრთელობაზე და კარგ გენებზე. ამ დროს კი მდედრები შენიღბულები რჩებიან, რათა საკუთარი თავის და შულების დაცვა შეძლონ. მილიონობით წლის განმავლობაში სწორედ ამ პროცესმა შექმნა ის საოცარი ფერები და ვიზუალი, რომლებიც დღეს მამრ არსებებში გვხვდება. ფარშევანგის პოვნამ გამახარა, თუმცა სახეობების რაოდენობაში მაგრად მოვიკოჩლებთ. შრი-ლანკის აუტანელმა სიცხემ კი ცხოველებთან ერთად ჩვენც მაგრად შეგვაწუხა. ერთადერთი რაც მინარჩუნებდა ენერგიას ეს ელექტროლიტებია, რომლის შეძენა სხვა საკვები დანამატების მსგავსად ჩემივე ონლაინ მაღაზიაში Nutrio G-ზე შეგიძლიათ. შეიძლება მე თვითონაც კი მოვიგიტანოთ საკვები დანამატი თქვენს მისამართამდე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ვისაუბროთ. ამ საქმეს ჯერ კიდევ იქიდან მოყოლებული ვაკეთებ, როცა ბიზნესის რეგისტრაცია დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. დღეს კი ეს პროცესი საქართველოს ბანკის დახმარებით ასწრაფდა და გამარტივდა. მნიშვნელობა არ აქვს შეპესეს რეგისტრაცია გსურთ თუ ინდ მეწამვის. საქართველოს მასშტაბით უკვე 18 ფილიალში შეგიძლიათ ერთი მისვლით დაარეგისტროთ ბიზნესი. ასევე მიიღებთ საბანკო ანგარიში და სასტარტო ნაკრებს საჩუქრად. წლის ბოლომდე კი რეგისტრაციის თანხა ბიზნესის ანგარიშით დაგიბრუნებათ უკან. საბოლოოდ კი მოგვეცა მანქანიდან გადმოსვლის საშუალება.
რალამაზია. თავზე აქ ბიბილოსავით რაღაცა. როგორც ხედავთ, მანქანა განმოსვლა საკმაოდ კარგად დაიწყო. თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა საბედისწერო სპილოების მოძებნისთვის. ეხლა ზემოთავალთ და იმედია რაღაცა სახეობის ხულიკებს და ასე შემდეგ ვიპოვით. აი, ხულიკ. დავინახე, გამეთვალა კამერამაც დააფიქსირა. ოპა, ძალიან ბევრი ჭიანჭველა. ჯერჯერობით ჭიანჭველა არ შეგვიყვანია? რატომაც არა. აი. ყორანი, ჩვენი 29-ე სახეობა. ამ შავ მწერებს ხედავთ? ეს შავი მწერები არ ვიცი რა არის. აი იქით ვაფშე ახალი სახეობა გაიჩნდა. არც ის ვიცი რა არის, მაგრამ ცოცხალია, ტრიალებს. ძალიან შევიდეთ ბაყაყი ჩახდა. ნახე როგორ ჭამს. ამ კლდეებზე სპილოს ფეკალიაც შეგვხვდა. ეს კი რაღაცას ნიშნავდა. როგორც ჩანს, ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით მათთან. კაი, მოვჭით ახლა ეს სიარულს, ახლა ავიდეთ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე და გარშემო 360-ით დავზვეროთ. გადასახედია როგორც ჩანს, ბევრია ხალხი. ეს რა დასაობს, ბიჭო? ვარო ვეღადავები. აი ნამდვილ ველურ გარემოში მყოფი სპილო, რომელსაც არც ერთი მანქანა არ აწუხებს გარშემო, აი. თუმცა ამ სპილოს ბედნიერებამ და მარტოობამ დიდხანს არ გასტანა. ის ორივე მხრიდან ალყაში მოაქციეს. თუმცა ის მარტო არ არის. როგორც წესი, სპილოები ოჯახებად ცხოვრობენ. ოჯახი მდედრი სპილოებისგან შედგება. ჭიდრო დაკავშირებული ერთმანეთთან და ყოველთვის ყავთ ერთი უფროსი ლიდერი, რომელიც ყველაზე გამოცდილია წყლის, საკვების და უსაფრთხო გზების პოვნაში. რა თქმა უნდა, მათი ახლოდან ნახვა ჩვენს გვინოდა და სხვა მანქანების მსგავსად მათკენ გავეშურეთ. ოპა, ნახე რამდენი ადამიანია წინ და ყველა რაღაცას უღებს, ყველას რაღაცის დანახვა უნდა. აბა რა ხდება? აი, გაიჩნდა. ბენა. ნახე პატარას პლიხვი. რა პატარა? აი, ხა ჩაიარა ჩემ თვალწინ. სპილოების პატარა ოჯახმა. აი, გამოდის. ამან დააგვიანა? გამო. აუ, არა, ძალიან კაია. მე შინკენაც. რამდენი ხანი ცხოვრობენ სპილოები? ვაჩაულეთ იჩესხან დაახლოებით როგორც ადამიანებს 14 წლამდე. სპილოებს დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 3 საათი ძინავთ. რაც ზუზუმწოვრებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო მათი ტვინი ვეშაპების შემდეგ ყველაზე დიდია და 5 კილოგრამს იწონის, რაც მათ მეხსიერებაზე დადებითად აისახება. ფაქტურად არაფერი არ აუწყდება მთელი თავისი განვლილი ცხოვრების განმავლობაში. აი ამ ტალახს ისხავენ, როგორც ძისგან დამცავ კრემს ეგრე. და 150-დან 250 კილომდე წყალს სვავენ. მიუხედავად მათი ზომისა, ისინი ძალიან ნაზები და ემოციურები არიან. სპილოები გულშემატკივრობენ ერთმანეთს, გლოვობენ დაკარგულებს და ხანდახან ძულებთანაც კი ბრუნდებიან წლების შემდეგ. მაშინ, როდესაც დედალი სპილოები მსგავს ჰარმონიაში ცხოვრობენ, მამალი სპილოები მარტო ცხოვრებას ამჯობინებენ და დედალ სპილოებს მხოლოდ გამრავლების პერიოდში სტუმრობენ. და ჩვენ სწორედ ერთ-ერთ მსგავს ეპიზოდს შევესწარით. აზიურ სპილოებში ეშვები მხოლოდ მამრებს ეზრდებათ და ეს აქ საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. შრი-ლანკაში ყველა იშვიათი სპილოს თავის სახელი აქვს. კონკრეტულად ამას ქვია ვასაბი. ესე მუშაობს შრი-ლანკის ტურიზმი. რაც მე ძალიან მომწონს. კარგია ბუნებისთვის, კარგია ხალხისთვის ერთობა ყველა. მუშამშრომელი ხალხი შოულობს ფულს, ტურისტები არიან კმაყოფილები. ჩვენი მთავარი მისია რაც იყო, სპილოების ნახვა შესრულებულია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. გადავედით შემდეგ ლოკაციაზე. ჩვენს მიერ შერჩეული ლოკაციები, სადაც ვაპირებთ უნიკალური ცოცხალი არსებების მოძებნას მთელი კუნძულის გარშემოა მოქცეული. ამიტომ ამ ადგილებს შორის გადავწყვიტეთ შრი-ლანკის ნაციონალური ტრანსპორტით, ტუკ-ტუკით მოგზაურობა, რაც სულ სხვა თავგადასავალი აღმოჩნდა და ამაზე ცალკე ვიდეო უკვე დევს არხზე. ტუკ-ტუკით მგზავრობისას კი რა თქმა უნდა ძალიან ბევრ არსებას გადავაწყდით. თავდაპირველად იყვნენ შინაური ცხოველები, ჯერ შექმნნენ თხები, შემდეგ იყვნენ ცხენები და შემდეგ ქათმები. აი ჩვენი ძროხები. რა თქმა უნდა ძროხასთან ვიმბირჟავთ, თუ არა ოყარი. შრი-ლანკაში ფაქტიურად ყველა მსხვილ რქოსან საქონელს ყავს ერთი თავისი ოყარი. საქონელი იზიდავს მწერებს და სხვა მავნებლებს, ოყრები კი მათ მიირთმევენ. საქონელი კი მცირე შვებას გრძნობს. ეს არის ნამდვილი მეგობრული ურთიერთობა. გზად ვცდილობდი, რაც შეიძლება ბევრი სხვადასხვა სახეობა მეპოვა. შეიძლება ცოტა მოსაწყენებიც კი, თუმცა რაოდენობაში წინ უნდა წავწეულიყავით. რადგან ჩვენ შემდეგ ლოკაციაზე კონკრეტულად ერთი სახეობის მოსაზრებად მივდივართ. როგორც ხედავთ, კუცდილობს მაგისტრალზე გადმოსვლას და საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაშია. გაჩხერილია შუა გზაზე. ახალი სახეობა, კუსტკიპა. გზა კი ნელ-ნელა გვარწმუნებდა, რომ მართლაც უნიკალურ ქვეყანაში ვიყავით ჩამოსულები ამ ვიდეოს გადასაღებად. ო,
ასეთი საოცარი მომენტებით დგება ხოლმე ტუк-ტუქის მოგზაურობისას. გზად კიდევ რამდენიმე ახალი სახეობის არსება შეხვდა. მათ შორის ეს ულამაზესი წითელი და შავთეთრი ნემსიყლაფიები. ნელა კი მივუახლოვდით ჩვენ შემდეგ ლოკაციას. Nice to meet you, Sri Lanka, I love Sri Lanka. ახლა მივდივართ ერთ ძალიან ლამაზ ტბაზე, სადაც გვაქვს მიზანი რომ ვიპოვოთ გრინავი მელია, გამულის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც აქვს მელის მსგავსი თავი. არ ვიცი ევოლუციამ როგორ მოახერხა რომ ეს სახეობა დღეს ჩვენთან არსებობს. მათი პოვნა კი გამოცდილი ადამიანის გარეშე ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ მოვიდით სემთან, რომელთან ერთადაც გურავა გაგას ტბაზე შევედით ტივით. Zad რამდენიმე ახალი ფრინველით შეხვდა, რამაც სულ ოდნავ კიდევ უფრო მიგვაახლოვა ჩვენს მიზნამდე. სამი ახალი სახეობა ვიპოვოთ ამ ტბაზე. ჩვენიერია, კაი საღამო გამოვიდა, კაი დამამშვიდებელი. თუმცა ფრინავი მელიები არსად ჩანდნენ და მეც დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი სანაპიროს. საბოლოოდ ემა რამდენიმე საინტერესო რომ მითხრა ფრინავ მელიებზე. ესენი მსოფლიოში ყველაზე დიდი ღამურები არიან, რომელთა ფსების სიგრძე მეტანახევრამდე შეიძლება მიაღწიოს. სხვა ღამურებისგან განსხვავებით შესანიშნავი მხედველობაც აქვთ. ისინი კოლონიებად ცხოვრობენ და მთელი დღის მანძილზე ძინავთ, ხოლო საკვებზე ზრუნვას მზის ჩასვლისანავე იწყებენ. ძირითადად იკვებებიან ხილითა და ყვავილებით. მათ მოსაძებნად კი შეიძლება 50 კილომეტრამდე ფრენაც მოუწიოთ. თევზაობ ისევ კადრებზე, ვიდეოებზე, სახეობებზე. ძალიან მოზრდილი აქვს ჩასვლა, როგორც ხედავთ, სულ ცოტა დარჩენილი. ფრინავი მელიების გადაფრენის სანახავად ერთი ადგილი ავარჩიეთ და მცირე ვახშამიც მოვიწყეთ. მზის ჩასვლასთან ჯერ ხმები გავიგეთ. შემდეგ კი ღამურების გამოშენ ნელ-ნელა ცაზე. ამა თუ ხურე რამდენია. Oh my god. აი ხო ცდილობ რომ გადავიღოთ კარგად. აი ესენი. მალე კი მთელი საღამურებმა მოიცვა. ის არიან დაახლოებით აი არხელები, აუც ჩვეულებრივ კაცჭამია სახეები და თეთრ ის ზედა ნაწილი აქვს მოსული გამოცემეს 20 ყავს. Tarთავდე. ეს არის დღევანდელი კომბინაცია. საოცარია, როდესაც მსგავსი სახეობები არსებობენ და საოცარია, რომ ამას შენი თვალით ნახულობ. ეს ყველაფერი არ მხოლოდ სემის, არამედ შენი მეგზურის დამსახურებაცაა. ტურისტული კომპანიის, რომელმაც დამიორგანიზა აქ მოსვლა და ამ დაუვიწყარი გამოცდილების მიღება. ჩვენი დღევანდელი გასეირნებაც დასასრულს მივახვდა, მაგრამ ერთი საშინელი იდეა მაწყობს. გაშვებიან ეს ღამურები დღისით. ამიტომ მე ვაპირებ, რომ ისინი ვიპოვო, გადავიღო მათი დღის წესრიგი. ან შეშლილი ან გენიოსი. ამ ღამით სახლში დაბრუნებისას ავტოსტოპზე შევხვდა სტიუ. I'm happy you guys picked me up. I love it. I'm so happy, man. სტიუ შევთავაზე ფრინავი მელიების სანახავად წამოსულიყო ჩვენთან ერთად და ისიც სიამოვნებით დამთანხმდა. Steve is here with us. Hello. And Lara. Let's go explore beds from the second side. ასაკეთებენ, თანამაფრინდებიან, როგორ ძინავთ, როგორ ემზადებიან, როგორ ელოდებიან მზის ჩასვლას. ჯანდაბა. ეს ცხოველები დაფრინავენ. საერთოდ მარტივია ამ ადგილის პოვნა, სადაც ისინი ბინადრობენ, იმიტომ ბინადრობენ იქ, რომ საკმაოდ ჯუნგლებია, საკმაოდ იუვალი, ასე ვთქვა. ვიღაცამ გითხრა ვერ მიხართო, ვიღაცამ გითხრა იქით წადითო და You have to go, but very difficult to go, that's right. Maybe we try. We want to see how they are sleeping during daytime. Hey, what are you doing here, bro? You are eating? Whoa, man. Guys, we need to try this. ზემოდარ და ხედავ, რუკას არაფერი არ ჩანს და მოდი ხარ და აგერ სახლები, ქოხები. მეურნეობა და ასე შემდეგ განვითარებულია ყველაფერი. სტიუ რამდენიმე თვე აზიაში მოგზაურობს და სულ ახალხანს ვიეტნამშიც იყო. What kind of situation you see like Vietnam and dog eating? Me and a friend were traveling together and she was hungry. We sat down in the restaurant. We wanted beef. So we asked this woman, is this beef? And she said yes. And she laughed. So when she gave us the food, it didn't look like beef. So I took a piece and I tasted it and it wasn't beef. So I put it down and said, we don't know what this is, let's go. And then when I left, I saw the sign and it said Chos, which means dog. It kind of ruined about a week of my journey. ყველაფერს ვსდგობთ, რომ მაქსიმალურად მივახოდეს თიმ ტერიტორიას, მაგრამ ყველგან არის ჭაობები, უნებრივი თუ ადამიანების მიერ შექმნილი დაბრკოლებები. მაგითაც ცხოვრობენ იქ იმ ტერიტორიაზე, რომ იქ თავს კომფორტულად გრძნობენ.
იმენა ჯუნგლებია. ფაქტიურად ახლა იქ რო ჩვენ წავიდეთ, არც უსაფრთხოა და არც მარტივი. აი ხო ხდებით ახლა აქ როგორ უნდა გავხო. კაი, ყველა გადახვედი. აქ გაწვირი. ძალიან სერიოზული ჯუნგლებია. და თავია რაღაცა ხმები ისმის. ნუ სამწუხაროდ ახლდან ნახვა გამოგვივიდა. ჩემს სიცოცხლეს აღარ გავწიო და ვერც ჩვენი მეგობრების. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ამ იმედგაცრუებას ჩვენს განწყობაზე არ ემოქმედა და გვესიამონა იმით რისი საშუალებას ჰქონდა. ამიტომ ფრინავი მელიები თუ არა, ის ადგილი ვიპოვეთ, სადაც გუშინ შრი-ლანკელი ბიჭები ისხდნენ. Now slow. The first pet will come out. So do they come this way? Yeah. Okay. There's somewhere from this. ცოტა გულიწდება რომ ახლოს მისვლა ვერ მოახერხეთ, მზიანი საღამო არ იყო დღესაც, მაგრამ ამასაც თავის მოღამი აქვს, როგორი მკაცრია ბუნება და ამ დროს ამ ხამურებს აქვთ თავის საქმე გასაკეთებელი, საჭმელი მოსაზრებნი. Აშკარად იმენა სერიოზული შტორმი გვიახლოვდება, როგორც ხედავთ, ქარი ამოვარდა. Let's go, see you. Take care. ოპა, როზე უნდა გავიდეთ აქედან, იმიტომ რომ ძალიან გაწუნდება. ტუк-ტუკსკი გასავლელი აქვს ძალიან ბევრი ტალახიანი ადგილი. It was a great day, great adventure with a great fun. Yeah, exactly. It's been a fun day. Yeah. And a good way to end the day too. შრი-ლანკური ზღვის პროდუქტების დაგემოვნების შემდეგ კი გადავწყვიტეთ გვენახა. თუ როგორ ხდება ერთი რიგითი თევზი ინდოეთის ოკეანიდან ჩვენი რესტორნის თევზებზე. თევზჭერა შრი-ლანკური ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ქვეყანაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ეკონომიკასთან ერთად ამ ინდუსტრიას კუნძულის კულტურაზეც უდიდესი გავლენა აქვს. ამ ყველაფრის უკეთესად სანახავად კი ჩავედით ქალაქ ნეგომბოში. ნეგომბოში თენდება და მეც მოვედი ქვეყნის რიგით მეორე ყველაზე დიდ თევზის ბაზრობაში. იმედია, აქაც ვიპოვით რაღაცა ცოცხალსახეობებს, აი მაგათად გარშემო ძალიან ბევრი ყვავი და ფრინავს ადამიანები შრომობენ, ნარჩენებს ჭამენ ესენი და ფაქტიურად ასუფთავებენ ტერიტორიას ნარჩენებისგან. ეს თევზი არსებები არიან პატარა უყრები. აი ხო თქვით ერთ საყვარელ არსებას მაინც ვიპოვით აქ ცოცხალს, ხო და აი თევზი არ მოაკლდება მამედა. რა თქმა უნდა, ქაურობა კატების საყვარელი ადგილიცაა. Can I see somewhere a live fish? Hey. ცოცხალი ხარ? სიმართლე გითხრათ, აქ ცოცხალი სახეობების მოსაძებნად არ ჩამოსულვარ. არამედ მინდა გაჩვენოთ ის, რისი ჩვენებას დარწმუნებული ვარ ამ ინდუსტრიას სულაც არ ესიამოვნება. აქაური მეთევზეები ღამღამობით გადიან ხოლმე ინდოეთის ოკეანეში. მთელი ღამის მანძილზე იჭერენ თევზებს, შემდეგ კი გამოყავთ აი ამ ტერიტორიაზე. თევზის ბაზრის ტერიტორია ორ ძირითად ნაწილად იყოფა. პირველი არის სველი ბაზარი, სადაც ოკეანიდან ახლად გამოყვანილი უმაღლესი ხარისხის თევზი მოყავთ. ასუფთავებენ და რაც შეიძლება სწრაფად ყიდიან. მეორე კი მშრალი თევზის სექციაა, რომლის ნახვის შემდეგაც გაურკვეველი წარმომავლობის თევზი აღარ მიჭამია. ან ბევრი ისეთი რაღაცას ნახულობ, რაც ხოვრებაში არ მინახავს. მათ შორის იყო მაგალითად ზვიგენი, რომელიც 1 კილოგრამი 14 ლარი ღირს. საკმაოდ დიდი ანტისანიტარია, როგორც შეატყობდით, ჩვეულებრივად ძირს ყრია ზოგი თევზი. they like papa. ეს არის პირველი ცოცხალი თევზი, რომელიც ვიპოვე ამ ბაზარში. ეს აუცილებლად უნდა შევიყვანო. მოკვდა მგონი. თევზის ბაზრის მეორე და უფრო საინტერესო ტერიტორია კი მშრალი ნაწილია. აქ შედარებით დაბალი ხარისხის თევზები ხვდება, რომელსაც ჯერ ამ ბიდონებში რეცხავენ. რა თქმა უნდა, ანტისანიტარია გიზი. და შემდეგ აქვე ასუფთავებენ. ახლა ვცდილობ დავითვალო, რამდენ წამში ასუფთავებენ ერთ თევზს. 1 2 3 4 5 6 ამის პარალელურად სხვა ადამიანები ამზადებენ ზედაპირს, სადაც ეს თევზები უნდა დაალაგდეს გასაშრობად. ეს არის ადგილობრივი ქოქოსისგან წარმოებული ძირსდასაფენი, რომელზეც იყრება გამოტანილი თევზი. ამ ყველაფერს კი ალბათ ისეთი ინტერესით უყურებდი, რომ ერთ-ერთმა შრი-ლანკელმა მთხოვა, რომ მას გავუყოლოდი. გორი დასახმარებლად მივყავარ აბას და არ ვიცი, ხო? Yeah, let's go. Hello. Nice job. ოპა, აი მძიმე არის ლივს მივათრევ. აი ჩემი სულირით შევიტანე შრი-ლანკის მეთევზეობის განვითარებაში და ეკონომიკაში. ალბათ 1-40 კილო თევზი ვათრიეთ. თევზის ქეჩაზე გაშლაში ძირითადად ქალები იღებენ მონაწილეობას. ეს ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ათასობით თევზი ისე უნდა განთავსეს ქეჩაზე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. შემდეგ კი რამდენიმე დღის მანძილზე ყოველდღიურად უნდა გადატრიალდეს. სანაპიროზე ბევრი გადაფარებული პარკი გვხვდებოდა, რაც თავდაპირველად ვერ მივხვდი რა იყო. Half an hour waiting, all dry fish. აი აქ
არის დაალაგებული უკვე თევზები. ამ მებს გადახდიან და დაიწყება გაშრობა ისევ. სწორედ ესეც ცდილობენ, რომ თევზი დაიცვან წვიმისგან და ჭუჭხისგან. აკოფნისანავე კი მივხვდით, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს. და ალბათ სწორედ მსგავსი მოულოდნელობების გამო აქაურობა ასეთი საინტერესო. I'm coming from the country your hat is Georgia. Really? Აიქ არიან ადამიანები, რომლებიც ასუფთავებენ ბადეებს და პატარა ლიფციტები განმოყავთ ბადეებიდან. Fine. რა თქმა უნდა, ეს ლიფციტებიც სხვა დიდ თევზებთან ერთად ხვდება გასაჩვენებ ქეჩაზე. ამ თევზების დაპირობების შემყური ალბათ არ მოგინდება აქ თევზის ყიდვა და გასინჯვა. თუმცა ეს საუკეთესო ადგილია შეიგრძნო ნამდვილი მეთევზეების ყოველდღიური ცხოვრება, მათი ხმაურიანი ვაჭრობა, აქაური ენერგია და სუნი. მაგრამ ძუნძგლის სუნი აქაურობა, სული კი ნაღამერი რამდენჯერ. მაგრამ შენ თუ არ მოხვალ თევზის საჭმელად, შეიძლება ეს თევზი მოვიდეს შენთან, რადგან ეს თევზები გაშრობის შემდეგ იფუთება ყუთებში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნაწილდება. ამიტომ თუ ახლა ამ ვიდეოს უყურებ და თან რაღაცა თევზის კონსერვს ჭამ ბოდეში. როგორც მოსალოდნელი იყო აქ ბევრი ცოცხალი სახეობის ნახვა ვერ მოახერხე, თუმცა ეს აქაურობა აუცილებლად უნდა მეჩვენებინა. აი ამ ყავების ფონზე გადავიდეთ შემდეგ ლოკაციაზე. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ დავბრუნებოდით ველურ ბუნებას და გაგვეგრძელებინა გამომწერების მიერ დაბარებული სახეობების მოძებნა. გზად რა თქმა უნდა კვლავ გვხვდებოდა სხვადასხვა სახეობები, მათ შორის ეს ულამაზესი თუთიყუში, ფრინველის სახელად შავი დრონგო. დას კბილის ტაძარში თუ ახალ სახეობას აღმოვაჩენდი, ნამდვილად არ მეგონა. ეს ჩვენი მე რამდენი სახეობა აღარ მახსოვს, მაგრამ ნუარა ელიაში პირველი. What? ვინ არის? ფაქტია, ძალიან საინტერესო ადგილას ვართ. ძალიან ტროპიკული ადგილებია და ესეთი პირობები არის სხვადასხვა ცოცხალი არსებისთვის საუკეთესო. აგერ ხა თუთიყუს უღებ, რომელიც ჭამს რაღაცას გაფრინდა. აი, რა შეშინდა? ან შოქში ვარ, ეს რა ფრინველია. პირველად ხედავ შეინტერესა მინდა ხავს სამსართულიანი ნისკარტი აქვს. სანამ ჩვენი საჭმელი მზადდებოდა, პოპკორნით გავუმასპინძლით ტბის თევზებს. ძალიან მალევე კი დიდი ოყარი გამოჩნდა. და ეხლა იქით ჩანს კიდე ერთი ახალი სახეობა. შემდეგ კი ორი სახეობის კინგფიშერიც დავაფიქსირეთ. საჭმლის ჭამის შემდეგ წავედით ტბაზე, სადაც შეგვეძლო გვენახა ვარხვი, რომელიც განსაკუთრებით სუფთა გარემოს მოყვარული ფრინველია. შესაბამისად, მისი აქ ბინადრობა ჯანსაღი ეკოსისტემის ბუნებრივი სიგნალია. ამიტომ მას აქ ბევრი მეგობარი ყავს. ესენი არიან ინდური ჭვამები, რომლებიც ბევრი ფრინველისგან განსხვავებით შესანიშნავი მყინთავები არიან და წყალქვეშაც კარგად ხედავენ. ტბაში ამოსული და შემდეგ გამხმარი ხეკი დიდი თავშეყრის ადგილია. აქ ფრინველები ისვენებენ და ელოდებიან თევზის დაჭერის საუკეთესო მომენტს. ამ პატარა უყარს კი ძლივს მონადირებული თევზი პირიდან გაუვარდა, თუმცა არა უშავს. ამ ხეზე კიდევ ყავს შესანიშნავი მეთოვლიების გუნდი. ამ ტბორის ყანჩას კი თითქმის ყველგან შევხვდებით, ველური მინდვრებიდან დაწყებული ქალაქით დამთავრებული. ამ ყველაფერს კი ჩემთან ერთად აკვირდებოდა ჩია არწივი, რომელსაც ნადავლის მოსაპოვებლად 150 კმ/სთ ფრენად შეუძლია. ეს არწივი კი ჩვენი მიზანშემოღებული სახეობებიდან მე-6 აღმოჩნდა. შრი-ლანკაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შევხვდებით ბუნებაზე ზრუნვის შედეგებს, მაგალითად დიდ ოყარზე საუკუნის წინ ადირობდნენ. დღეს კი იგი ველური ბუნების დაცვის სიმბოლოა. მოგეთ განდის აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი, რომ ერის სიდიადე და მისი მორალური განვითარება შეგვიძლია განსაზღვროთ იმით, თუ როგორ ექცევიან ისინი ცხოველებს. შრი-ლანკელი ხალხის დამოკიდებულება კი ცხოველების მიმართ ნამდვილად განსაკუთრებულია. აქ მოგზაურობა ერთი დიდი სიამოვნებაა, არა მხოლოდ ბუნების, არამედ ხალხის გამოც. მათი სითბო, გულწრფელობა და კეთილგანწყობა ყველაფერს განსაკუთრებულად აქცევს. მათ შესახებ უფრო მეც ჩემს პირველ ვიდეოში იხილავთ, მაგრამ აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი. შრი-ლანკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადამიანის საოცარი სახეობაა. ამიტომ ჩვენი 91 სახეობა თავად შრი-ლანკელი ადამიანია. საბოლოოდ კი მივახციეთ ტისამაჰარამაში, სადაც უნდა მოვემზადოთ ჩვენი დიადი მისიის შესრულებისთვის. Nice. Man, ყველაფერი იგზია ძალიან სისუფთავია, თავარია. რაღაცებს დავტენით, შევჭამთ და წავალთ. აი ესეთი სიტუაცია ყოველი გადაღების დღის ბოლოს, ვტენით ტექნიკას, სადაც ძირითადად power-ბანკები და კამერები არის. აი ეს Honor-ის ტელეფონი კი ფაქტიურად ორივე ფუნქციას ითავსებს, რადგან კამერასთან ერთად აქვს ძალიან ძლიერი 8300 ამპერიანი ელემენტი. ჩვენი მისიის შესასრულებლად კი მივდივართ შრი-ლანკის ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში. და თუ როგორი პოპულარულია ის, ამ მანქანების რიგითაც მარტივად მივხვდებით.
თუმცა სულ რომ ორი დღე მოგვიწევს რიგში დგომა, Honor X9-დას კიდევ დარჩება საკმარისი ელემენტი იმისთვის, რომ გზაზე შემხვედრი ყველა ცოცხალი არსება დავაფიქსიროთ. საბოლოოდ კი ჩვენმა გიდმა ეს რიგი მაგრად დაიკიდა. ჩვენმა წყობა მე რიგს ისეთ ჩაუბროლა. ალბათ ის ისევე დარწმუნებული თავის მანქანაში, როგორც Honor X9 თავის შესაძლებლობებში. ტელეფონი უძლებს ვარდნას, სიცხეს და წყალს. ტელეფონის შეძენა ელიტის მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ. და როგორც მივხვდით, მე და ელიტი დავმეგოვრდით და ის ჩვენი შრი-ლანკური მოგზაურობის მხარდაჭერია. რით არის განსაკუთრებული იალას ეროვნული პარკი? ეს არის სოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პარკი ლეოპარდების მიერ და ჩვენი მიზანი იალას ეროვნულ პარკში არის პირველ რიგში რა თქმა უნდა ლეოპარდის ნახვა. აქ ასევე შეგვიძლია გამომწერების მიერ დაბადებული კიდევ ორი სახეობის, ირმის და ნიანგის პოვნა. ეს სამი თუ ნახეთ, იქნება ძალიან ნაყოფიერი დღე. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ აქ გარანტირებული არაფერია. ეს არ არის ზოოპარკი, რომ ზუსტად ვიცოდეთ ვინ სად ბინადრობს. ეს არის უნიკალურად დაცული ტერიტორია ველური ბუნებისთვის. ერთადერთი აქ დაშვებულია მანქანით გადაადგილება და სიამოვნების მიღება. ჩვენი სიამოვნება კი ამ ულამაზესი მზის ამოსვლით და ფერადი ყარყატით დაიწყო. ეხლა ერთი შავთავიანი დიდი ფრინველი დავინახეთ, მაგის ანახავად მიგვუნდით. აი ეს ერთ-ერთი სახეობის არწივი. როგორც გითხარეს, serpent eagle არის. ესეც იალაში land monitor-ი, რომელიც აქამდე ბევრჯერ შევხვედრია. აი ეს არსება კი ნამდვილად პირველად შევხვდა. It's in the water here? ხედავ. ეხლა არის ჩვენს წინ ნიანგი, რომელიც უყურებს წყალს და დიდი ალბათობით ხდება რამეს რომ მოინადიროს. ეს რამე კი სრულიად შესაძლებელია, რომ ეს თავზე ხელაღებული ოჩოფეხა აღმოჩნდეს. თუმცა დიდი სიფრთხილით არც ეს წითელი ბატები გამოირჩევიან. ნიანგები სისხლიანი არსებები არიან. შესაბამისად არ შეუძლიათ ოფლის გამოყოფა. მათი სხეულის ტემპერატურა დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე. ამიტომ ცხელ დღეებში ისინი პირის გაღებით ცდილობენ სხეულის გაგრილებას. გამეჩევს კი აშკარად გაგრილების უკეთესი მეთოდი აქვთ არჩეული. 6-ისკენ შემოვიდით, ეხლა 8 საათია, ჯერჯერობით ლეოპარდი არ საჩანს, იმეც არ ვკარგავთ. იალაში ძალიან ბევრი არსება ბინადრობს, თუმცა მათი უმეტესობა ჩვენ აქამდე უკვე შევხვდა. ესეც იალას პარკში მცხოვრების პირობის პატარა ოჯახი, რომლებიც მისეირნობენ ველურ ბუნებაში. ეხლა არ გადავირიო. ალბათ მნიშვნელობა არ აქვს მე ნამდვილად ნახავ ამ გიგანტებს. ყოველთვის ერთი და იგივე ემოცია დაგეუფლება. თუმცა ახალი სახეობის პოვნის ემოცია ნამდვილად განსაკუთრებულია. ძალიან დიდი ირმები არიან ცხოვრებაში პირველად ნახე ამ ხელა ირმები. სადაც ირმები არიან, იქ ალბათ ლეოპარდებიც იქნებიან, ამიტომ ძალიან გამიხარდება ეხლა ლეოპარდი გამოვარდეს და ამ ირმებს დაესწროს და ერთ-ერთი დაიჭიროს და შეჭამოს. ნიანგი შემდეგ ირემი გამომწერების მიერ დაბარებული მე-9 ნაპოვნი სახეობაა. და სწორედ ეს იყო ჩვენი მეასე საიუბილეო სახეობა. პარკიდან გასვლის წინ კიდევ ერთი სახეობის ირემი შემხვდა. სამწუხაროდ ლეოპარდი არ გამოჩნდა და ირმების გადარჩნენ. ცოტა გული დამწყდა, ლეოპარდი რო არ შეხვდა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ და გახარებული, რადგან ვნახეთ საინტერესო სახეობები და ჩამოვაღწიეთ სამხრეთ სანაპიროზე. აქედან დაიწყება ჩვენი სამხრეთ სანაპიროს თავგადასავალი. საბოლოოდ ჩავედით ოკეანის მოსაზღვრე ქალაქ მირისაში. ჩვენი დღევანდელი გეგმა შევცვლოთ ინდოეთის ოკეანეში და ვიპოვოთ ლურჯი ვეშაპი. ეს არის იმ არსებების ჩამონათვალი, რომლის ნახვაც არის შესაძლებელი. განსაკუთრებული სახეობები თქმა უნდა, თორე შეიძლება კიდე ბევრი სხვა რამე ვნახოთ. 30 განსაკუთრებული სახეობა ქონია. ლურჯი ვეშაპი. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ისი მოძებნაც გვინდა დღეს. გემზე ამოსვლისას თითოეულსკამდე არის ჯილეტები. მომზადოთ ყველაფრისთვის მზადდება ვიყოს, მაინც უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ოპერაცია ლურჯი ვეშაპის მოსაძებნად იწყება. ნოემბრიდან აპრილამდე იწყება საოცარი სეზონი. ოკეანე მშვიდდება და სწორედ ამ დროს ჩნდებიან ოკეანის გიგანტები. ლურჯი ვეშაპი ყველაზე დიდი მძუძუმწოვარა ცხოველია, რომელსაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე. უფრო დიდი ვიდრე ნებისმიერი დინოზავრი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წყალში ცხოვრობენ, ვეშაპები ძუძუმწოვარა არსებები არიან და უფრო მეტი საერთო აქვთ ადამიანებთან, ვიდრე მაგალითად თევზთან. ვეშაპებს ჰაერის შესასრულებლად ზედაპირზე უწევთ ამოსვლან, როგორც დელფინებს. წლების მანძილზე დაყვება ეს პატარა ვეშაპი დიდ ვეშაპს ოკეანეში. ძალიან საოცარი არსებები არიან, ძალიან მიხარია რომ დღეს მათი რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. ადამიანები ნადირობდით მასზე, ვიჭერდით, ჭამდით, დღეს ეს აღარ ხდება. შრიგანკაც არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც იცავს ამ სახეობას.
ოკეანის ტურებზე ძირითადად გამოიყენება ორსართულიანი გემები. ზედა დონე ღიაა და გვთავაზობს პანორამულ ხედს ოკეანეზე, ხოლო ქვევით არის სველი წერტილები და დასაჯდომი ზონა. ის დაახლოებით 70 ადამიანს იტევს. აქ არის ძრავის ოთახი, Toilet? kitchen stuff. მოგეთ აი ესეთი სამდარეულო მარტივი, რომელიც აქ მოსულხავს აბედნიერებს, ანაკლებს. Enjoy it. აუ, აბედნიერი ვარ. დიდი სულცადი გავიღვიძე და იმის ვერ არ მჭამია. მსგავსი გემებით სავსეა ინდოეთის ოკეანე, მაგრამ ესეთი მომსახურება ყველგან არ გვხდება. სწორედ მსგავს შემთხვევებში გვადგება გამოსული ტურისტული კომპანიის შენი მეგზურის რჩევები. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება მთელი მოგზაურობა, თუ რაც კონკრეტული აქტივობა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ შენს მეგზურს. ესენი გაგიწევენ კონსულტაციას თუ სულ მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაღაც მომენტში ჩვენმა გიდმა ერთი მიმართულებით მიგვითითა. მარცხნი ვარი? უ. მენა გაქრნენ, ხო? სამწუხაროდ კუს კამერაზე აღმოჩნდა ვერ მოახერხეთ. არა და ის ერთ-ერთი გამომწერის მიერ დაბარებული სახეობა. ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს შეცდომა გამოვასწორო და წავიდე და ამ ყუებთან ერთად ჩავყვინთო. ამაში დახმარებას კი ჩვენი ამჟამინდელი გიდი შეგვფირდა. ოკეანეში შესვლიდან უკვე 3 საათი იყო გასული, როდესაც ჩვენი პირველი სახეობა აღმოვაჩინეთ. მის აღმოჩენაში კი ჩვენი ახალი მეგობარი დაგვეხმარა. 1400 ფინველი ყავს დაფიქსირებული ამ ადამიანს და 130 ფინველი დააფიქსირა მხოლოდ ჩინეთში. საკმაოდ კაი რჩევებიც მივიღეთ. მაგალითად თერმული მოწყობილობის შეიძლება, სხვა სახეობების ძებნა, დინგი და ასე შემდეგ. არ ხდება გამოიწეროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ გაქვს გამოწერილი, იმიტომ რომ ეს мотиваციას მომცემს, რომ გავაგრძელო უფრო აქტიურად ამის კეთება, რაც ძალიან მიყვარს. და სწორედ მაშინ, როდესაც ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, ჰორიზონტზე რაღაც ძალიან საინტერესო გამოჩნდა. ჩვენსკენ მოდიან ახლა დელფინები, რომის გადაღებასაც შევეცდებით. დელფინები ოკეანის ტურის ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებელი და ხშირი ნაწილია. ინდოეთის ოკეანეში ძირითადად სპინერი დელფინები გვხვდება, რომლებიც გუნდებად გადაადგილდებიან. Why we call the spinners? Because they sometimes come to the surface and doing some spinning in the air, and doing some backflips, somersaults, and twist also. აი ნელა ვახავდებით ჩვენს ხმელეთს, ჩვენს შრი-ლანკის კუნძულს, სადაც გავაგზავნებთ ჩვენი სხვადასხვა საინტერესო სახეობების აღმოჩენას და არა მხოლოდ აღმოჩენას, არამედ თავგადასავლებს. ვეშაპიში. ამის შემდეგ პირდაპირ პოლონიას სანაპიროსკენ გავეშურეთ. სადაც შეგვიძლია კუებს დავაკვირდეთ, ხელი ჩამოვართოთ, მოვესიყვაროთ და მოვიკითხოთ რა შვებიან, როგორ არიან. რამე ხო არ უჭირთ. Alright? Let's go. ამ სანაპიროზე შეგვიძლია ორი სახეობის კუს ნახვა, თუმცა როგორც უკვე ვნახეთ, ბუნებაში გარანტირებული არაფერია. მით უმეტეს თავიდან ერთადერთი რასაც ხედავდით, ეს უფერული ფსკერი იყო. საკმაოდ მუქი წყალია, ხარი უბერავს, ალღები ამღვრეულია. ამიტომ ამ პატარა ლურჯი თევზის დანახვამაც ძალიან გამახარა. ქვემოთ არის ძალიან ბევრი ქვები, რომელიც ამოტრიალებად არ არის კაი აზრი, იმიტომ რომ ეს ქვები ზოგი დიდი ხნის მანძილზე იქცევს, ან ფაქტურად რაღაცა საცხოვრებელი ადგილი აქვს შექმნილი, ამიტომ ვცდილობ რომ გავხადვებში ვეძებოთ, მაგრამ არ დაუზიანოთ საცხოვრებელი. საცხოვრებლის დაზიანებაზე ვსაუბრობდი და ამ დროს თვითონ ამ სახლის ბინადარი დავაზიანე. მის სინაზეზე მისი სახელიც მეტყველებს. პირდაპირ თუ თარგმნით, ის მტრევად ვარსკვლავს ნიშნავს. ქართულად კი მას გველკუდას ეძახიან. როდესაც მტაცებელი ან უბრალოდ ჩემნარი ცნობის მოყვარი ადამიანი მას ეხება, თავდაცვის მიზნით ერთ ან მეტ კიდურს იშორებს. ამის შემდეგ კი რამდენიმე კვირაში ეს კიდურები ისევ ეზრდება. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გვასწავლა, რომ ბუნების აღმოჩენა კარგია, მაგრამ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩავერიოთ მასში. წყალქვეშა სამყაროს აღმოჩენის სიფრთხილით გაგრძელებამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე ახალი სახეობის თევზის აღმოვაჩინეთ. თუმცა კუები არსად ჩანდნენ. ასევე შეგვხვდა ეს რაღაც გრძელი და უცნაური ფორმის არსება, რომელსაც ზღვის შავი კიტრი ქვია. იგი ფსკერში დახოხავს, შთანთქავს მიწას და ასუფთავებს მას ნარჩენებისგან. თუმცა ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად ამ არსებამ მიიპყრო, რომელიც თევზის მსგავსად ქვების ქვეშ ცხოვრობს. რაღაც მომენტში იმდენად დამაინტერესა მან დამაუწყა ბუნებაში არ ჩარევის ამბავი და მასთან შეხება გადავწყვიტე. რამაც ლოგიკური შედეგი გამოიღო. ყოველი მაგრამ თითი რაღაცა შევირჭე. ამაკი ჩვენი ადგილობრივი მეგობარი ძალიან შეეშინა. Oh no. Very dangerous? Not good for you.
little bit going inside. Going inside. What? Yeah. Yeah, I think. How about that? აღმოჩნდა, რომ ამ ხიჭვის მსგავსი ნარჩენის ამოღება სასწრაფო იყო. Mama, ვისეგრე ანებია. თეთრი რა მოგაჭრანე. სხვა გამოსავალია. მზადე მქონიო. თითი მოგაჭრა. მიმდინარეობს ოპერაცია. მენა მაგარი ის მიდის. Little bit hurt. Yeah, a little bit, but it's okay. I'm okay. Peace. Oh, thanks man. My boy. ცოტა დავისვენე და ისე ოკეანეში შევედი ჩემი ახლად შეძენილი მეგობრის სანახავად. როგორც დავაკვირდი, მას მარჯათან ერთად ცხოვრება ყვარებია. მარჯანი ერთი შეხედვით ლამაზი ფორმის ქვას გავს, ორი შეხედვით წყალმცენარეს. თუმცა არც ერთი შეხედვით არ გეგონება ის ცოცხალი ორგანიზმი. რეალურად კი მარჯანი ნამდვილად ცოცხალია. და მაინც როგორ იქმნება ის? მარჯნის პოლიპი პატარა რბილი ორგანიზმია, რომელიც გამოსაკვება და თავდასაცავად თავის გარშემო კირქვისგან ქმნის მყარ ზედაპირს. თვითონ პოლიპი შიგნით კი ცხოვრობს წყალმცენარე, რომელიც მზის შუქის დახმარებით ამ კირქვას აძლევს ულამაზეს ფერს. როცა ერთი პოლიპი კვდება, მეორე ზემოდან იზრდება. და ასე ფენა-ფენად ყალიბდება დედამიწაზე ყველაზე დიდი ცოცხალი სტრუქტურა, მარჯნის რიფები. სწორედ ესეა შექმნილი დიდი ბარიერული რიფი ავსტრალიის სანაპიროზე, რომლის სიგრძე 2300 კილომეტრზე მეტია და მისი დანახვა კოსმოსიდანაც შესაძლებელია. არა ლეოპარდი, არა ვეშაპი, ეხლა არა კუ, წარუმატებლად მიდის რაღაც ამბები, მაგრამ არ სავარია სიამოვნებას ვიღებ. ჩვენ ახლა კი გადავინაცვლებთ საინტერესო ადგილას, კუების თავშესაფარში, სადაც ველურ ბუნებაში დაზარალებული დასახჭებული კუები მოყავთ, კურნალობენ და ისევ ველურ ბუნებაში, ანუ ოკეანეში უშვებენ. თავშესაფარში შესვლა ფასიანია და 25 ლარი ჯდება. შიდა სივრცეში ბასეინებია განლაგებული, სადაც კუები რეაბილიტაციას და მკურნალობას გადიან. აქ თითოეულ კუს თავისი ისტორია აქვს. ეს არის კუს სახელობა ოული ვრიდლი, რომელსაც კიდური დაუზიანა ბადემ. მათი უმეტესობა თევზჭერის ბადეებით ან გემის პროპელერთან შეჯახების შედეგადაა დაშავებული. ზღვის კუების სულ 8 სახეობა არსებობს, საიდანაც 5 მათგანი შრი-ლანკის მახლობლად გვხვდება. ეს კი ალბინოსი კუა, განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც მილიონში ერთხელ იჩეკება. ფერის პიგმენტის არ ქონის გამო მათ უჭირთ მტაცებლისგან თავდაცვა და მზის სხივების მეტად აზიანებთ მათ. აი ეს კუ არის 55 წლის, აშკარად დაღლილია ცხოვრებისგან და აღერწევს არც ინձება. ამ კუს თვალი აქვს დაზიანებული, მისი გარშემო გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხერხდება. გარეგანი დაზიანება კი არ არის ერთადერთი, რითაც ადამიანები ზიანს ვაყენებთ ოკეანის ბინადრებს. ეს კი ყველაზე გავრცელებული კუს სახეობა მძღვის მწვანე კუა, რომლის მუსაში ძალიან ბევრი პოლიეთილენის პარკი აღმოვაჩინეთ. ყოველწლიურად ოკეანეში 8 მილიონ ტონამდე პლასტმასი ხვდება. ზღვის კუებს პლასტმასის პარკი მედუზები გონიათ და ყლაპავენ. კვლევარები ამბობენ, რომ მსოფლიოში ყოველი მეორე ზღვის კუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჭამს პლასტმასას, რაც იწვევს შიდა ორგანოების დაზიანებას. შიმშილს და ნელს სიკვდილს. ახლა მას ვაზრობთ ამალს, რათა დავეხმაროთ პოლიეთილენის ზაშლაში, რომელსაც ჩემთან თავისით გამოდენის ორგანიზმია. ეხლა მოვიდა დრო, რომ პატარა კუები გაუშვათ ოკეანეში. ზღვის მდედრი კუები კვერცხებს სანაპიროზე დებენ და მაშინვე ტოვებენ. კვერცხებს კი ხშირად საფრთხე ემუქრებათ. ამიტომ კვერცხების ნაწილი თავშესაფარში მოაქვთ და ბუნებრივ პირობებში ამყოფებენ, სანამ გამოიჩეკებიან. შემდეგ კი პატარა კუები ოკეანეს უბრუნდებიან. მაგარი კუ. და ყველაზე ემოციური მომენტი სწორედ შემდეგ დგება, როცა პატარა კუები პირველ ნაბიჯებს გამენ ოკეანისკენ. მეცნიერების თქმით, ისინი იმახსოვრებენ ამ სანაპიროს და წლების შემდეგ მდედრი კუები სწორედ ამავე სანაპიროზე ბრუნდებიან საკუთარი კვერცხების დასადებად. იმედია ამას ჩვენი კუების შეჭმა არ უნდა. აი საკუთარ შურსო სწორ გზაზე დააყენებდა, რომ გაუდგება გზას და თან ნერვიულობ ალბათ და თან გიამაყება. აი ეგეთი სიამაყი შეგრძემა მაქვს. ჩვენი გაშვებული კუ სადღაც ინდოეთის ოკეანეში დაიარება. ჩვენი ტუკ-ტუკი კი ინდოეთის ოკეანიდან შრი-ლანკის ტროპიკული ჯუნგლებისკენ მიემართება. ისე მთებისკენ, სიმწვანისკენ, ტყეებისკენ. მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ 119 სახეობის პოვნა მოვახერხეთ. შემდეგ ლოკაციაზე კი მხოლოდ 1 დღე გვაქვს დარჩენილი. თუმცა ისეთ ადგილას მივდივართ, ეჭვიც არ მეპარება, რომ შევძლებთ 2 სახეობამდე ასვლას. ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ეს არ მინდია.
ჯერ კიდევ სახლიდან არ ვიყავით გამოსულები და 9 საათში 15-მდე სახეობის ფრინველი და მწერი დავინახეთ. აქედან 5 მათგანი პირველად ნახეთ. შესაბამისად, ჩვენ სიას შეემატნენ. ეს შრი-ლანკური ნაცრისფერი კაცხვირა კი ჩვენი მეოთხე ენდემური სახეობა აღმოჩნდა. აივლიდან დანახული ადამიანების კი გვაღზავნინებდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებულ ადგილას ვიყავით. ეს დარწმუნებული ვარ, იქნება საუკეთესო დღე, რადგან აქ ბინადრობს უამრავი ენდემური სახეობა. ვართ მოკლედ სიცოცხლის ყველაზე შესაფერის გარემოში. წავიდა. Hello man. გები, გვაცილებთ? წავიდით რეინფორესტში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ პატარა სოფელში, რომელიც ტროპიკული ტყის ახლოს მდებარეობს. ტყისკენ მიმავალი გზა საოცრად ლამაზი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია ხალხმრავალია. ადამიანის და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას შრი-ლანკაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, თუმცა აქ ეს განსაკუთრებულად იგრძნობა. როგორც საკმაოდ მოძრავი ხიდი არის, სანამ ჩვენ კამერები ჩამთაჩავდეთ, უკვე 5 ადამიანმა გადაიარა. ეს უკვე ხარო ჩავარდეს და უცებ ქვემოდან ნიანგმა აუ რა მაგარაღასაც გადავიღებ. ესეთი მიტოვებული შენობა არის. ეს ადგილებში უყვართ გველებს ყოფნა. აქ შეიძლება მაიმუნები ცხოვრობენ, იმიტომ რომ შემოტანილი არის ქოქოსის მერქანები და რაღაცეები. რაც უფრო მეტად უახლოვდებოდით დაცულ ტყეს, მით უფრო ველურდებოდა ბუნება. ნახულობდით ისეთ მცენარეებს, რომლებიც აქამდე არ გვინახავს. გვესმოდა ისეთი ხმები, რომლებიც აქამდე არასდროს გაგვიგია. როგორც ახლა ხმები რო გესმის და ვერ ხედავ. თუმცა ამჯერად ვეღარ შეძლო დამალვა წყლის მონიტორმა. ამდენი ხანიასაც ვეძებდი წყლის მონიტორი. ტიპურად უკვე გადაწურული რომ მქონდა იმედი პონის. აუ, რა კარგი ხარ. როგორ დაცურავს? შესანიშნავი. აქ გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყო იმედი, რომ წარმატებით დავასრულებდით ჩვენს თავგადასავალს და ვიპოვიდით დარჩენილ 68 სახეობას. სადაღა შევუხვეთ, შემოუხვეთ, მაგრამ სულ არ გტოვებს. დილიდან ჩვენთან არის მოყვება. საოცარი ჩაის პლანტაციებია, პალმები. ქოქოსის დალევაში. სუმალე გვექნება საოცრად გემრიელი, ჩანსაღი წვრენი. ტიპები საცხოვრობენ ახლა. შუა ჯუნგლებში შეგვცახლებ. გერიპოვი აქ დაუსახლებელ ადგილს. How are you? I'm fine here. I am fine. შონიერია, კარგად მივიდით და მეორე გასვლაზე უკვე გიდთან ერთად გავალთ. ჩვენმა გიდმა მოგიტანა ამოსაცმელი ნასკებს ეძახიან, არ ვიცი ესეთი რაღაც არის და ეს აუცილებელია ამ ტურში, რადგან ძალიან ბევრი წურბელა დადის, გაგვაწამებს თუ ეს არ გავაკეთეთ. სიჰარაჯა შრი-ლანკის ერთადერთი დარჩენილი ტროპიკული ტყეა და თავისი ფლორა და ფაუნით გამოირჩევა მთელ მსოფლიოში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ის 1998 წელს შეიტანეს, როგორც ადგილი, სადაც დედამიწაზე არსებულ ენდემურ სახეობათა ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა. აქაური მცენარეების და ცხოველების ნახევარზე მეტი მხოლოდ სიჰარაჯაში გვხვდება. სხვა არც ერთ ადგილას მსოფლიოში. სწორედ ამ ტყის მიდამოებში 2004 წელს აღმოაჩინეს ბუს ახალი სახეობა, რომლის არსებობის შესახებაც მანამდე არავინ იცოდა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც არის ამ საოცარი ფრინველის პონა. ის შესასვლელშივე ორი ახალი ენდემური სახეობა შეგვხვდა, რომლებიც მხოლოდ ამ ტყეში ცხოვრობენ და ტენიანი გარემოს გარეშე ვერძლებენ. აქვე საყვარელი გველიც გავიცანით. აჩვენებთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ, არ უნდა შევეხოთ არსებობს, იმიტომ რომ შეიძლება დავაზიანოთ, მაგრამ ცნობამ წაგუძრდა. ცდუნება კი ვეღარ წაგუძრავს მას შემდეგ, რაც შევაბიჯებთ დაცულ ტერიტორიაზე. პირველი ნაბიჯი ტროპიკულ ტყეში. აქ ნომერი პირველი წესია, რომ ცოცხალ არსებებთან შეხება არ შეიძლება. სულ რაღაც 100 მეტრი ქონა გავლილი, როდესაც ჩვენმა გიდმა მაღალი ხისკენ გაგვახედა, სადაც გამომწერების მიერ დაბარებული მე-11 სახეობა დავინახეთ. შემომხედე. უკვე გრძნობ რამდენად სიცოცხლით სავსეა აქაურობა. იმენა მე მიყურებს. წესი ნომერი 2. გადაადგილება შეგიძლიათ მხოლოდ აი ამ ბილიკებს. არ შეიძლება არც კემპინგი, არც დიდი გარეშე შემოსვლა. So our guides. My man with the eagle eyes. გულ შემდეგ კი არანაკლებ საინტერესო ენდემური სახეობა შეგვხვდა, რომელსაც კენგურუსებრი ხვლიკი ქვია. ზოგჯერ სირგულისას ისინი მარტო უკანა ფეხებს იყენებენ. საბედნიეროდ კი ამ შთამბეჭდავი გარბენის მცირედით გადაღება მოახერხე.
როგორც აღმოჩნდა, სიჰარაჯას ტყეზე გამოჭრილია ხვლიკებისთვის, რადგან აქ მარტივად ვიპოვეთ კიდევ ორი სახეობის ხვლიკი, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე ენდემურია შრი-ლანკისთვის. როგორი ლამაზი ფერებია, წვანე, ყვითელი, ცისფერი. აი ახლა რასაც ხედავთ, ეს არის მუხლუხო, არაერთი რამდენიმე მუხლუხო არის, როგორც ხედავთ, ზომა ხელმხელები არიან. გიგანტურ მუხლუხოსთან ერთად პატარა მუხლუხოც ვიპოვეთ. შემდეგ კი ისევ გიგანტურ სახეობებს. ამ შემთხვევაში კი ობობას დაუბრუნდით. მოკლედ ძალიან გამიხარდა პირველი დიდი ობობაც ვიპოვეთ. თითეული ახალი სახეობა არის განსაკუთრებული, ხა თითქოს არაფერი ხო პეპელეს მსგავსი იყო, მაგრამ აქვს უნარი როგორც გადახტომის, ასევე გაფრენის. სიჰარაჯაში არა მხოლოდ ცხოველები, არამედ მცენარეების განსაკუთრებულები გვხვდება. ჩვენი გიდი გვეძახის, შეიძლება რაღაც საინტერესო იპოვა. It's a Sri Lankan cropped mouth. Some people call him owl, but it's not owl. საუკეთესო აღმოჩენა ვფიქრობ ამ მოგზაურობაში. ინვალი რომელიც გავს ბუს, რაღაცა პატარა ჩიტის და ბაყაყის ნაშიერს. და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ არც მისი ნახვა შრი-ლანკის გარდა სადმე შესაძლებელი. თუ რაღაც 40 წუთში 12 ახალი სახეობა. რაღაც მომენტში გიდს ჩამორჩი და გადავწყვიტე აქ ნომერი პირველი წესი დამერღვია და ამ სახეობას შევხებოდი. ყველაზე დიდი რაღაცნაირი არსება რაც ხელში მჭერია. მოჭიდებაც აქ უმაღლესი დონე. ჯერობით მოლოდინებს ამართლებს. სიჰარაჯასთან ერთად მოლოდინებს ამართლებდა ჩვენი გიდიც. თითქოს მან წინასწარ იცოდა რომელი არსება სად დახვდებოდა. ზოგჯერ მგონია რომ აქ სპეციალურად აქვს დადებული ეს არსებები ისინი ღირებში პოულობენ. მიახლოებული სიზუსტით ვიცით ვინცად ბინადრობს და რა დროს ნავედებოთ ისინი. რაღაცა ჩვენ ვიპოვოთ რა. ჩვენი სახეობების აღმოჩენა ისეთი პროგრესით მიდიოდა, რომ მეგონა 1-2 საათში ავიდოდით 2 სახეობამდე. ხო, მთავარი ამიტომაც შეგვიწყოს ხელი სამწუხაროდ წვიმა გამოცხადებული ნახოთ რა მოხდება. თუმცა წვიმა აქ ხომ ბუნებრივია, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალნალექიანი ადგილია შრი-ლანკაში. მოსალოდნელი წვიმა იწყება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უცებ გადაიღებს. აი ხლა რასაც ხედავთ აქ, ეს არის სარიელი უღურო ფაქტიურად. ეს არსება 2 წლის მანძილზე ცხოვრობს მიწის ქვეშ. 2 წლის შემდეგ ამოდის მიწიდან, თავის ჩარჩოდანაც გამოდის, მთები ესხმევა და გადაიქცევა პეპელად. ამასობაში კი კიდევ ერთი გიგანტური სახეობა შეხვდა. ამ ციყვის ზომა კადრში კარგად არ აღიქმება, თუმცა ის დაახლოებით 4-ჯერ დიდია ვიდრე კავკასიური ციყვი. Oh my god. აი ხა უცებ წამში ისეთ ასხოს წვიმა, მაგრამ იმდენად ხშირი ტყე გვაქვს თავზე, რომ ჯერჯერობით არ გვაწვიმს. სამაგიეროდ სასიამოვნო ხმები და სურნელი დაგვემატა. თუმცა 5 წუთიც არ იყო გასული, რომ ეს სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა. ძალიან გაწვიმდა. მეტი რო არ შეიძლება ისე გაწვიმდა. მეტი გადაიღებს, თორე შანსი არა, აზრი არ აქვს აკასვას. ამ მოგზაურობამ ბევრჯერ გვასწავლა უკვე, რომ ყოველთვის არ არის მთავარი მიზანი, არამედ ხშირად ამ მიზნისკენ სვლა, ამ მიზნისკენ გადახდენილი თავგადასავლები უფრო მნიშვნელოვანია და ამ მომენტში უკვე შეგუებული ვიყავი, რომ ვეღარ შევძლებდი 2 სახეობამდე ასვლას. რადგან მეორე დღეს უკვე ფრენა მქონდა. თუმცა გამახსენდა ერთი რამ. შეიძლება ცხოველების დიდ ნაწილს ღამე ძინავს, თუმცა არიან არსებები, რომლებიც სიცოცხლეს სწორედ ღამე იწყებენ. მოდით ნახოთ რა სახეობები არიან ღამე წარმოდგენილები კედელზე. მათმა რაოდენობამ კი რაღაც იმედის ნაპრეწკალი გააჩინა ჩემში. სახლიდან გასვლა სადაგჭიროებია და უკვე გომბეშოც ვიპოვეთ. ამ მაგარი კაცია ნახე. ეზოში თითოეული კუთხე კუნჭული სავსე იყო სახეობებით. თითქოს ისინიც ჩვენს მსგავსად წვიმის გადაღებას ელოდებოდნენ და ახლა ყველა ერთად გარეთ გამოვიდა საჭმლის, სასმლის თუ პარტნიორის მოსაძებნად. ზოზე ღურის ხმა იყო არა? ის როგორი ხმა არა, მაგრამ მოსუჭამა. ეგ ხო ის ყველაფერი ჭამაში, რომ ჩვენ შევჭამთ. ისეთი ხმები ისმის გარშემო ერთ შეკითხვა მინიშნა, რომ როში აქ ღამე გასვლა შეიძლება? მორიელი იყო შენ თავს თვითონ. გამოდის. ხო არა, მეღადავე, ბიჭო, ძალიან დიდია. ძაღლს რო ძინავს. ეს არის ახალი სკოლა. თორე დაუკითხავთ კი შემოვედით, მაგრამ არ იწყინებათ დარწმუნებული ვარ. ამასობაში კი ციცინათელების დავინახეთ და შემდეგ ერთის დაჭირა მოვახერხე. ციცინათელას ჩვენი ერთ-ერთი გამომწერის დაბარებული სახეობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სახეობა ვიპოვეთ უკვე, წინ კიდევ 27 ქონა დარჩენილი. ახალი სახეობები კი ნელ-ნელა აღარ გვხვდებოდა. უნდა მიგვიღო გადაწყვეტილება. ან გავჩერებულიყავით 180 სახეობაზე, ან შენი მეგზურის დახმარებით უკვე მესამედ გადაგვეცვალა ჩვენი ფრენის ბილეთი. და ალბათ მივხვდით რა გადაწყვეტილებაც მივიღე. დღე 2 და
უკვე დილიდანვე მივდივართ ტროპიკულ ტყეში. მედია გვაცლის ამ ჯერ მაინც რომ ვისიავანოთ. კარგის მომასწავლებელი ნისლია, როგორც ამბობენ დილით ნისლი ნიშნავს გამოდარებას. ეს მე მოვიგონე. ამჯერად ტყისკენ სიარული სოფლიდანვე ჩვენს გიდთან ერთად დავიწყეთ. რამაც რა თქმა უნდა გაამართლა. აბა, ამდენი ხნის მერე პირველად ვიპოვეთ კოტავა. This yellow nape. We had something? Yeah, but it is inside the tree. ძალიან სამწუხაროა ხშირად ვხედავ ვიდეოს, კიდე დაფიქსირება, მაგრამ მიფრინავენ. ენდემური სახეობა აღმოაჩინეთ, რომელიც კიდევ უფრო მეტად ენდემურია რაღაც პატარა რეგიონისთვის. რაღაცნაირად სასიამოვნო უფრო ენდემური სახეობების აღმოჩენა, რომელიც იცი რომ აქ თუ ვერ აღმოჩენ, სხვაგან ვეღარ აღმოჩენ. ეს ადგილი კი ნამდვილად განებივრებულია ენდემური სახეობებით. ეს ორივე თუთიყუში ენდემური სახეობაა. ამას ჩამოკიდებულ თუთიყუშ ეძახიან. და ზუსტად იმ მომენტში, როცა უნდა მეკითხათ თუ რატომ ეძახდნენ ეს აი გასაგებია და ქვია ამას ჩამოკიდებული. სხვაგან ვერსად ნახავთ ვერც ამ მერცხლის ერთა ოჯახის წარმომადგენელს და ვერც ამ შრი-ლანკურ მწვანე მტრედს. ძალიან ყოფილი ვარ მეორე დღის დაწყებით. არ ნანოფ უკვე აქ დავრჩი, რადგან 7 ახალი სახეობა ვიპოვეთ. We found Ceylon paradise flycatcher. Nice. სახეობების აღმოჩენა იმდენად კარგად მიდიოდა, როდესაც დაცულ ტერიტორიაზე შევედით, მხოლოდ 6 სახეობა გვქონდა დარჩენილი. გაგვიფრინდა, მაგრამ რასავალე დავაფიქსირეთ. ძალიან საინტერესო სტაფილოსფერი კრაზანა. ყავს 195 სახეობა. შრი-ლანკაში მოგზაურობას რომ ვიხსენებ, ყველაზე ცუდად მახსენდება წურბელები. როგორი წელება რა, ჩათლახია ნახე. ედენავ ნესტიან გარემოში მოხვდები თუ არა პირდაპირ ზედ გაჯდებიან და მათი მოშორება საკმაოდ რთულია. თუმცა ჩვენმა გიდმა მათთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი გვასწავლა. აგერ მარილი აქვს ჩვენს გიდს. Dying immediately or running away? Running away. ესეც ჩვენი 197 სახეობა. მუშაობენ ბიჭები, მუშაობენ ბოლოს 3 სახეობის მოსაზრებად. ახლა კი ნელა ხვდებოდი რომ ჩვენი მიზანი უკვე ძალიან ახლოს იყო. ამ გველმა კი კიდევ ერთით მიგვაახლოვა მასთან. ორი სახეობაც. ესეც ჩვენი 99 სახეობა, ლოკოკინა 1 სახეობა და მეყოლება 200 არსება შრი-ლანკაში. მადლობა რომ ამ ყველაფერს ჩემთან ერთად იზიარებთ და აქამდე უყურებთ ამ ვიდეოს. გავდიოდით ბოლო ნაბიჯებს და ფიქრობდი განვლილ თავგადასავალზე, შემხედრა არსებებზე და მე-200 სახეობაზე. იქნებოდა ის მიწაზე, ცაში, წყალში თუ ხეზე. ჩვენი მეორე სახეობა გონი არის ახალი სახეობის მაიმუნი. ეს არის ყველაზე დიდი მაიმუნი, რომელიც შრი-ლანკაში ბინადრობს, არის ენდემური სახეობის, სოფლიოში სხვაგან ვერ ნახავთ. ასეთი უნიკალური სახეობა აღმოჩნდა ჩვენი ბოლო სახეობა. ამ მაიმუნის მსგავსად ჯამში 17 სახეობა ვიპოვეთ შრი-ლანკისთვის ენდემური, ხოლო გამომწერებისგან დაბარებული 14 სახეობიდან 12-ის პოვნა მოახერხეთ. ამ თავგადასავლელმა გვასწავლა ის, რომ არ უნდა გავჩერდეთ, უნდა ვეძებოთ, იქ ლეოპარდები ვერ ვნახეთ, იქ ვეშაპები ვერ ვნახეთ. თავარი არის მოგზაურობა, თავარი არის აქ გავლილი გზა, რასაც ამ მოგზაურობისას გავდივართ, ის თავგადასავალი, ის გამოცდილებები, ყოველთვის არ არის მიზანი ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ მიზნისკენ მიმავალი გზა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია. შრი-ლანკამ და აქაურმა ხალხმა კი გვასწავლა, რომ ფლორა და ფაუნაზე ზრუნვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკოსისტემისთვის, ჩვენი ერთადერთი სახლისთვის და ჩვენი სულიერი სიმშვიდისთვის. ჩვენი ბოლო სახეობა კიდევ ერთხელ დავთქვეთ ამ მაიმუნის ხედით და გამოიწერეთ ჩემი და ასევე კაკოს არხი, რადგან ამ მაიმუნს გადაასწროს გამომწერებში.